ტირანოზავრი რექსი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი არსებაა, რასაც კი ოდესმე დედამიწაზე უცხოვრია. მეცნიერები, დინოზავრების მოყვარულები, ბავშვები და მედია მას უძველესი ძალის უდიდეს სიმბოლოდ აღიქვამენ. მაგრამ ოდესმე გიფიქრია, რა ხდიდა მას ესეთ ლეგენდარულ არსებად? დიახ, ის გიგანტური, უმაღლესი დონის მტაცებელი იყო, თუმცა თვით დიდებული ტირანოზავრი რექსიც კი არ ყოფილა დაუმარცხებელი. მისი გარემო მკაცრი და მომაკვდინებელი იყო, სავსე ისეთი არსებებით, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ დინოზავრების მეფესაც კი. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ ჩაუღრმავდებით რექსის გამორჩეულ სამყაროს და იმ სახეობებს, რომელთაც მასთან ერთად უხდებოდა ცხოვრება. მათ შორის ისეთებსაც, რომლებსაც შეეძლოთ მისთვის წინააღმდეგობის წინს გაწევა, მისი დაშავება, ან თუნდაც ნადირობა ამ სახელგანთქმულ მტაცებელს. როდესაც კვლავ ბრუნდებით Hell Creek-ის ფორმაციაში, ვხედავთ პრეისტორიულ არსებებს. ტრიცერატოპსი ტირანოზავრ რექსთან თითქმის განუყოფლად ასოცირდება და ხშირად მისი მთავარი ნადავლის სახით არის წარმოდგენილი. ეს ორი დინოზავრი უმეტესად ბრძოლაში გვხვდება. მტაცებელი ცდილობს გვერდი აუაროს ბალახის ჭამელის უზარმაზარ სხეულსა და ბას რქებს, რათა სუსტი ადგილი იპოვოს დასარტყმელად. მართალია, ტირანოზავრი რექსი მართლაც ნადირობდა ტრიცერატოპსზე და Hell Creek-ში მათი რასერუტობა საკმარისი იყო ასეთი გიგანტური მტაცებლის შესანახად. თუმცა თეროპოდების ნადირობა ყოველთვის წარმატებით არ სრულდებოდა. ტრიცერატოპსი Hell Creek-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დინოზავრი იყო. მისი სიგრძე 8-დან 9 მეტრამდე აღწევდა, ხოლო წონა 10 ტონამდე შეიძლებოდა ყოფილიყო. შედარებისთვის, აფრიკული სპილო, რომელსაც დღეს ბუნებაში პრაქტიკულად არ ყავს მტაცებელი, საშუალოდ დაახლოებით 4 მეტრია სიგრძით და დაახლოებით 6 ტონას იწონის. ტრიცერატოპსი უზარმაზარი და ძლიერად დაკუნთული არსება იყო. გაითვალისწინეთ, რომ ტრიცერატოპს შუბსა და ცხვირზე 3 რქა ჰქონდა, რაც მას თავდაცვის საშუალებას აძლევდა თავდამსხმელის წინააღმდეგ. მსგავსი ზომისა და აღნაგობის ცხოველი, რქების გარეშეც კი სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევდა მტერს. თუმცა ტრიცერატოპსი თავისი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არსება იყო. სავარაუდოდ, რქები ძირითადად კონკურენტებთან ბრძოლისთვის და გამრავლებისას შთაბეჭდილების მოსახდენად გამოიყენებოდა. თუმცა ისინი უდავოდ ამოქმედდებოდა მაშინაც, როცა ცხოველი მტაცებლის გარემოცვაში აღმოჩნდებოდა ან სასოწარკვეთილ თავდაცვას საჭიროებდა. მიუხედავად იმისა, რომ რქები საკმაოდ გრძნობიარე იყო, არ არსებობს მიზეზი ვიფიქროთ, რომ პანიკაში ჩავარდნილი ტრიცერატოპსი მშიერი ტირანოზავრის წინაშე საკუთარ იარაღს მაქსიმალურად არ გამოიყენებდა. მსგავს ქცევას დღესაც ვხედავთ ირემებში. როდესაც ისინი კუთხეში მოიმწყდებიან ან ძლიერ შიშს განიცდიან, შეიძლება რქებით შეტევაზე გადავიდნენ, თუნდაც თავდაცვა მათი მთავარი მიზანი არ იყოს. ამიტომ ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ტირანოზავრს ტრიცერატოპსზე სანადიროდ წინასწარი გეგმა დასჭირდებოდა და უფრო ჩასაფრების ტაქტიკას დაეყრდნობოდა ვიდრე სისწრაფეს. თუ მტაცებელი რიცხობრივად სუსტ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, დიდი ალბათობით თავს აარიდებდა ასეთ პოტენციურად სასიკვდილო სიტუაციას. ანკილოზავრი Hell Creek-ის ერთ-ერთი ყველაზე მასიური და ძლიერად დაცული ბალახის ჭამელი იყო. ნამდვილი ცოცხალი ტანკი პრეისტორიული სამყაროსთვის. ის არსებობდა იმავე ეკოსისტემაში, სადაც ტრიცერატოპსი და ტირანოზავრ რექსი ბატონობდნენ. ანკილოზავრების სხვა გვარებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ეს ცხოველები თავიანთ ძლოვან კუდის გორგალს უმეტესად ერთმანეთთან ბრძოლაში იყენებდნენ, ტერიტორიისა და გამრავლების უფლებებისთვის. სწორედ ამიტომ გაჩნდა ვარაუდი, რომ კუდის მთავარი დანიშნულება მტაცებლებისგან დაცვა არ ყოფილა. პალეონტოლოგებმა დეტალურად შეისწავლეს ასეთი იარაღის გამოყენების მექანიკა და ლოგიკა და მიიჩნევენ, რომ ძლოვანი კუდი უფრო ეფექტური იყო დუელებისთვის, ვიდრე თავდაცვისთვის. ანკილოზავრის კუდს წარმოუდგენლად დიდი ძალის გამომუშავება შეეძლო და ზოგი შეფასებით ძვლის გატეხოც კი შესაძლებელი იყო. თუმცა, კვლევების გაგრძელებასთან ერთად, სულ უფრო იზრდება იმის ალბათობა, რომ ანკილოზავრი საჭიროების შემთხვევაში კუდს ტირანოზავრის წინააღმდეგაც იყენებდა. მსგავსი სცენები დიდი ხანია გვხვდება პალეოარჩი, თუმცა მეცნიერებმა მხოლოდ ბოლო წლებში დაიწყეს მათი სერიოზულად განხილვა და შეფასება. სავსებით შესაძლებელია, რომ საფრთხეში მყოფი ან გარემოცული ანკილოზავრი თავის მასიური იარაღს მტაცებლის ფეხების, თავის ან გვერდების წინააღმდეგ იყენებდა, რითაც ტირანოზავრის ნადირობა შესაძლოა ძალიან სწრაფად დასრულებულიყო. თუნდაც ანკილოზავრს რეალურად არ გამოეყენებინა კუდის გორგალი თავდაცვისთვის, მისი სქელი ჯავშანი უკვე საკმარისი იყო, რომ ტირანოზავრი დაეფრთხო. მიუხედავად იმისა, რომ ტირანოზავრ რექსს შეეძლო შედარებით სუსტი ადგილების დაზიანება, იმ ზონებში, სადაც ანკილოზავრის ჯავშანი ყველაზე სქელი იყო, განსაკუთრებით ზურგის მხარეს, მტაცებელს პრაქტიკულად არანაირი შანსი არ ჰქონდა. ანკილოზავრის გადაბრუნება, მანამ სანამ ის დამცავ პოზიციას დაიკავებდა, ტირანოზავრისგან უკიდურეს სიზუსტესა და მოხერხებულობას მოითხოვდა. თუ მტაცებელი უკიდურესად მშიერი არ იყო, ასეთი რისკი
დიდი ალბათობით ძალისხმევად არღებდა. როგორც ტრიცერატოპსის შემთხვევაში, ტირანოზავრ რექსი ანკილოზავრთან დაპირისპირებისასაც შესაძლოა თავად არ მოჩენილიყო სასიკვდილო საფრთხის წინაშე. ალამოზავრუს სანჰუანენსისი უზარმაზარი საუროპოდი იყო, რომელსაც სიგრძეში დაახლოებით 26 მეტრამდე მიღწევა შეეძლო და ის უდაოდ ჰელ კრიკის ფორმაციის ყველაზე დიდი დინოზავრი იყო. ეს გრძელკისერა ტიტანოზავრი იმ შედარებით ნაკლებად ცნობილ სახეობებს ეკუთვნოდა, რომლებიც ტირანოზავრ რექსთან ერთად ცხოვრობდნენ. სრულიად ზრდასრული ალამოზავრუსი, განსაკუთრებით თუ ის ჯოგში გადაადგილდებოდა, ტირანოზავრისთვის თითქმის მიუწვდომელი მსხვერპლი იქნებოდა. ყველაზე დიდი ტირანოზავრებიც კი დაპირისპირებაში ძლივს თუ გაუტოლდებოდნენ სრულფასოვან ალამოზავრუსს. ასეთი შედევა მტაცებლისგან უკიდურეს მზადყოფნას და დიდი რისკის მიღებას მოითხოვდა. წარმოსახვით ბრძოლაში მშიერი ტირანოზავრის წინააღმდეგ, ალამოზავრუსის მთავარი იარაღი მისი წონა იქნებოდა. დაახლოებით 38 ტონა სუფთა ძალა, კონცენტრირებული გიგანტურ ძლიერ კუნთოვან სხეულში. ეს საუროპოდი ფაქტობრივად წონას ისროდა, მტერს ძლიერი კიდურებითა და მასიური კისრით უტევდა. ხოლო თუ თავდამსხმელი ძირს დაეცემოდა, ალამოზავრუსს შეეძლო დამანგრეველი გათელვაც. დღეს მეცნიერები იკვლევენ, შეძლებდნენ თუ არა ისეთი გიგანტური საუროპოდები, როგორიც ალამოზავრუსი იყო, უკანა კიდურებზე წამოდგომას. თუ ეს შესაძლებელი იყო, ალამოზავრუსს გაცილებით მეტი შანსი ექნებოდა მოწინააღმდეგის დამარცხებისთვის. წინა კიდურების ერთდროულად აწევითა და შემდეგ მთელი ძალით დაშვებით, შესაძლოა პირდაპირ ტირანოზავრზე გადაევლო. თუმცა სურათი იცვლება, როცა საქმე ახალგაზრდა, მოხუც ან დაშავებულ ალამოზავრუსს ეხება. ასეთ ინდივიდს ტირანოზავრის უზარმაზარი და მიმზიდველი ნადავლი წარმოადგენდა. ამდენი ხორცი ერთდროულად რამდენიმე ტირანოზავრის გამოკვებასაც კი შეძლებდა. დღევანდელი სიის პირველი თეროპოდი არის დაკოტა რაპტორი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დრომეოზავრი, რომელიც ჰელ კრიკის ფორმაციაში ტირანოზავრ რექსთან ერთად ცხოვრობდა. დაკოტა რაპტორი მნიშვნელოვნად უფრო მძიმე აგებულების იყო, ვიდრე მისი შორეული ნათესავები, ველოცირაპტორი და ატროცირაპტორი. სწორედ ამიტომ ითვლება, რომ ის ნადირობისას სისწრაფესა და მოქნილობაზე მეტად ძალასა და მასაზე ეყრდნობოდა. არსებობს მოსაზრება, რომ დაკოტა რაპტორები ტირანოზავრ რექსთან ერთსა და იმავე ნადავლზე ნადირობდნენ. თუ ეს ასე იყო, რთულ პირობებში ეს ორი სახეობა შესაძლოა პირდაპირ დაპირისპირებაშიც კი შესულიყო. მაგრამ როგორ შედეგს მოიტანდა ტირანოზავრისა და ამ უჩვეულო დიდი დრომეოზავრის დაპირისპირება? ერთ-ერთზე ბრძოლაში ტირანოზავრი თითქმის უეჭველად გაიმარჯვებდა. მისი გაცილებით დიდი ზომა და უკიდურესად ძლიერი კბენა დიდი ალბათობით დრომეოზავრს გაანეიტრალებდა მანამდე, სანამ ის შეძლებდა მტაცებლის სხეულზე ზუსტად დამიზნებულ სასიკვდილო დარტყმას, ცნობილ ნამგლისებურ კლანჩით. თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი დებატი იმაზე, ცხოვრობდნენ თუ არა დრომეოზავრები ჯგუფებად და ნადირობდნენ თუ არა კოლექტიურად. ეს იდეა პალეონტოლოგიურ ლიტერატურაში წრების განმავლობაში ძალიან პოპულარული იყო. თუ ეს ჰიპოთეზა მართალია და დაკოტა რაპტორები მართლაც გუნდურად ნადირობდნენ, მაშინ უპირატესობა გარკვეულწილად მათ მხარეს გადაინაცვლებდა. ერთი რაპტორი ტირანოზავრისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენდა, მაგრამ 3 ან 4 უკვე სრულიად სხვა ამბავია. დაკოტა რაპტორები პრეისტორიული სტანდარტებითაც კი უზარმაზარი მტაცებლები იყვნენ. უკანა კიდურებზე მკვეთრი, ნამგლისებური კლანჩებით და ყბაში მძლავრი, ხორცის გამგლეჯი კბილებით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სისწრაფისთვის სპეციალურად არ იყვნენ შექმნილნი, ტირანოზავრზე სწრაფები მაინც იქნებოდნენ. საკმარისი რაოდენობის შემთხვევაში მათ შეეძლოთ გიგანტური მტაცებლის ალყაში მოქცევა და გადატვირთვა. თუმცა ეს სცენარი მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორია ეს ჰიპოთეზები. სინამდვილეში მხოლოდ უკიდურესად მშიერი ან სასოწარკვეკვეთილი ტირანოზავრი გაბედავდა ერთზე მეტ დაკოტა რაპტორთან დაპირისპირებას. თითქმის თანაბრად ნიჭიერ და საშიშ მონადირეებთან ბრძოლაში ჩართვა ნებისმიერი მტაცებლისთვის უაზრო რისკი იქნებოდა. ტირანოზავრს, ისევე როგორც დინოზავრების სხვა გვარებს, მძიმე პირობებში დიდი ალბათობით კანიბალიზმისკენ ჰქონდა მიდრეკილება. ტირანოზავრ რექსის მოზარდებს მრავალი საფრთხე ელოდათ. მათ გარშემო არსებული თითქმის ყველა მტაცებელი მათ პოტენციურ ნადავლად აღიქვამდა, ხოლო განსაკუთრებით დაუცველები ხდებოდნენ მაშინ, როცა მშობლეთ შორდებოდნენ და სამყაროს დამოუკიდებლად ეცნობოდნენ. თუმცა ყველაზე მომაკვდინებელი საფრთხე პატარა ტირანოზავრისთვის შესაძლოა სწორედ ზრდასრული ტირანოზავრ რექსი ყოფილიყო. ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი მტაცებელი, რასაც კი დედამიწაზე ოდესმე უცხორია. თუ სრულად ჩამოყალიბებული ტირანოზავრი საკმარისად მშიერი იყო და ამის შესაძლებლობა ეძლეოდა, საკუთარი სახეობის ახალგაზრდა წარმომადგენელი მისთვის სრულიად შესაფერის საკვებად იქცეოდა. რამდენად შემზარავი წარმოდა ჟღერდეს ეს ფაქტი.
ცხოველთა სამყაროში მსგავსი ქცევა საკმაოდ გავრცელებულია. სინამდვილეში ეს მოვლენა ცნობილია სხვა დინოზავრებშიც და არა მხოლოდ ტირანოზავრში. მაგალითად, მაჯუნგასავრი, მადაგასკარში მცხოვრები დიდი თეროპოდი. ცნობილია იმით, რომ საკუთარ სახეობის წარმომადგენლებსაც ჭამდა. მსგავსი ქცევა დღესაც ფართოდ გვხვდება. ლომებში, ბაღლინჯოებში, ობობებში, პოლარულ დათვებში და შიმპანზეებში, ჩვენს უახლოეს ნათესავებში. სხვადასხვა სახეობა კანიბალიზმს სხვადასხვა მიზეზით მიმართავს. რესურსების ნაკლებობის, კონკურენციის ან გადარჩენის მიზნით.